განსაკუთრებული დილამშვიდობისა მაღვიძარას მაყურებელს, განსაკუთრებული, იმიტომ რომ განსაკუთრებული სტუმარი გვეყოლება დღეს მაღვიძარას ეთერში. აი მაგალითად მე პირდაპირ შემიძლია არ გამოაცხადო ამ ადამიანის სახელი, რადგან შეგიძლიათ ამოიკითხოთ და მათთვის ვისაც ვინც კითხვა არის ის ვიტყვი რომ როცა შანშე შულთან მივყოფებით სტუმრად და ალბათ გამიღებს კარგს. გავიგებთ როგორი დილა აქვს მოცას. ნახეთ კარი თავად გავა. დილამშვიდობისა. ისი ხარია გაიღვიძე? მე 1:40 წუთია, მეტი არა. როგორ გეძინა? კარგად ძალიან ძალიან კარგი. სად გეძინა გვაჩვენე? არა. ესეთი ანგრეულია, ნუ ვერ გაჩვენებთ. წვენია. სახში შეგვიძლია. მოგწონდით. იცი რა არის სხვათა სამბოლო დროს ძალიან ისე უცნაურად მაქვს რეჟიმი, იმიტომ რომ ვიღვიძებ დილის 8 საათზე, დგები, ვარჯიშობ, ვოცულობ, ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ გავიღვიძე, მერე ისე ვიძინებ. თუ საქმე არ მაქვს და თუ არა მაქვს ან რეპეტიცია, ან გადაღება, ან რაღაც გასტროლებზე თუ არა, მერე ისე ვიძინებ, ნუ ეს შემიძლია 12-მდე ვიძინო. ანუ მოსკოვში სხვა რეჟიმი ცხოვრობდი და აქ სხვა რეჟიმით კიწევს თუ ერთი და იგივე დილა გაქვს ყველგან სადაც არ უნდა არა რაც შეეხება ვარჯიშს ყველგან ერთი და იგივე დილა მაქვს აბსოლუტურად ყველგან ვარჯიშობ ეს გამორიცხულია სადაც არ უნდა ვიყო მატარებელში თუ ვარ ვარჯიშებს შეიძლება მაგრამ სუნთქვით ვარჯიშებს მაინც ვაკეთებ და საერთოდ ისე რეჟიმი სხვადასხვანაირი იმიტომ რომ ნუ ძილის საქართველოს ცოტა გვიან გიწევს გაღვიძება თბილისში არა სხვათა შორის არა უფრო ადრე ყველაზე გვიან მიწევს გაღვიძება მოსკოვში. ნუ აი მოსკოვში შემიძლია 12-ზე გავიღვიძო, 1-ზე გავიღვიძო. თბილისში ყოველთვის ვიღვიძებ ადრე. ნუ ყოველთვის ადრე. ნიუ-იორკშიც ყოველთვის ადრე ვიღვიძებ. მიუხედავად იმისა, რომ თან ეს აკლიმატიზაცია, ისე მივეჩვეო აკლიმატიზაცია აღარა მაქვს. ჩავდივარ ეგრევე თითქოს არ მქონია არანაირი აკლიმატიზაციის პრობლემა და აი თბილისში, მოსკოვში უფრო რაღაცა ესე შემიძლია გვიანობამდე ვიცინო. ძილი არის ნუ ყველაზე მნიშვნელოვანი მსახიობ მომღერლისთვის ხო საერთოდ პირველი, იმიტომ რომ აი ღმერთმა დაიფროს, მაგრამ რაღაცა პრობლემა ხმის იოგებზე საერთოდ ყველას ურჩევ ყველა მომღერალს რაღაცა პრობლემა თუ არის წამლის და ინგოლაციების და ქსიჩუმის და ლაპარაკის არ უნდა ილაპარაკო რომ კარგად გახდა, მაგრამ ყველაზე დიდი წამალი არის ძილი. ესე იგი, თუ შეგიძლია რომ გამოიძინო 12-14 საათი, ნუ ეს მაიკლ ჯექსონს 24 საათი 24 საათი ძინავს კონცერტის წინში, რამდენი ძინავს? სოფი ლორენი 24 საათი. აი შეუძლეთ, არ ვიცი, 24 საათი რა უნდა მოხდეს რომ მეძინოს ეს გამორიცხულია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ნუ 8 საათი აუცილებელია კონცერტის წინ, აი ესეთი როგორც ნუ აუცილებელი. თუ 10 საათი გამომივიდა ძილი 11 საათი კონცერტის წინ, ნუ საერთოდ არა, ჩვეულებრივი ხმისთვის. აჰა. და განსაკუთრებული რეცეპტი კიდევ ძილის გარდა რამე კონცერტის წინ გააქვს? ნუ რა თქმა უნდა, სუნთქვა ვარჯიში, სუნთქვითი ვარჯიშები. იოგა, ეს ყველაფერი ძალიან ეხმარება საერთოდ მუშაობას. აი დიდი ხანია უკვე იოგის ვარჯიშებით ხარ დაკავებული თუ ეხლა დაიწყე? საერთოდ ნუ ერთი უკვე ალბათ ნუ მე სხვა ცხოვრებაში აი ნამდვილად ანჩინელი ვიყავი ან იაპონელი იმიტომ რომ ტელევიზორს როდესაც ვთავ და სადმე მხვდება ეს უშუ კუნფუ ნუ რა მემართება ესე იგი შემიძლია უყურო აი გაუთავებლად აი ამ ლამაზ მოძრაობებს და იმდენად მაინტერესებდა რომ ნიუ-იორკში აღმოვაჩინია ეგეთი სკოლა კუნფუ სკოლა, სადაც ძალიან ლამაზი გაკვეთილები არის ამ თავისი სუნთქვის და ვარჯიშის და ნუ სხეულით არაჩვეულებრივი და გარდა ამისა, ჩემი ბაბუ არის აბრექ ფხალაძე მსახიობი თუ გახსოვთ შერეგილები, აბიგლი გოზა. ნუ არაჩვეულებრივი პროფესიონალი, ნუ აი მართლა აი გურუ რო შეგიძლია თქვა რა ეგეთი, რომელმაც თავისი ორგანიზმი გადაარჩინა ამ იოგით. და გარდა იმისა, რომ აი ომიანობის 45 წლის მერე იქ საშინელ რეპრესიებში მოხვედრილი იყო და ნუ აი დაშლილი ჰქონდა ორგანიზმი, მაგრამ ამ ვარჯიშებმა გამოიყვანა ისე, ნუ დღეს ნუ 90 წლის კაცი გამოიყურება 50. გენებშიც გაქვს ესე იგი ვარჯიში. კი, და მთელი ოჯახი მისი, შვილი, ყველა აი იოგას პრაქტიკუють რა იოგო.
პირველი რასაც აკეთებ იოგის ვარჯიშებია ეს და სუნთქვები თუ ჯერ მწვანე ჩაისვა. ხო, რაც თავარი მწვანე და ყველას უსურვებ, იმიტომ რომ არის არაჩვეულებრივი განწმენდი ყოველგვარი აი ცუდი რაღა ტოქსიკური ნივთიერებებისაგან და თან ტონიზირება და ისე ძალიან კარგი რაღაცა ეს მწვანე ჩაი. არა, ჯერ ვიღვიძებ როგორც მართლმადიდებელი ქართველი ქრისტიანი ჩემს კი ღმერთ მადლობას ვეუბნები რომ გავიღვიძე და ვარ ბედნიერი ამის გამო მე სუნთქვით ვარჯიშებს ვაკეთებ მე მოკლე პატარა ვარჯიშებს იმიტომ რომ ვარჯიში აი ესეთი основательную тренировку вакეთებ где-то вот часиков 4-5-6 может вот так შეგიძლია რამოდენიმე მოძრაობა გვაჩვენო? მთლიანად ვარჯიში არა, სუნთქვის თუნდაც. ნუ სუნთქვის მაგალითად, ჯერ ერთი ვისაც როგორ უადვილდება, არ არის აუცილებელი მაგალითად აი ამ პოზიციაში დაჯდეს ადამიანი თუ ლოტოსი, მაგრამ უკეთესია ლოტოსი, იმიტომ რომ ეს გახსნილია ამოტრიალებული ენერგეტიკული ეს ჩაკრა. ჩაუნა, ეხლა რომ მოგიყვეთ როგორ კეთდება ეს ყველაფერი, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება, უბრალოდ საერთოდ ყველა აღმოსავლეთის ვარჯიშებში შესუნთქვის დროს ხდება იხსნება ორგანიზმი და საერთოდ მოძრაობაც გახსნილია და გამოსუნთქვის დროს იკეტება მოძრაობა. აი მაგალითად ერთ-ერთი მოძრაობა არის, აი ოღონდ ფეხზე დადგომილი უფრო უკეთესი ეკეთდება, ძალიან იოლის, ყველა მომღერალს ურჩევ. აი ეს ხელები გიჭირავს, ცხვირით ისუნთქავ, ოღონდ ისუნთქავ როგორც მთელ ორგანიზმში, აი მთელ სხეულში გადის ეს შესუნთქვის ჰაერი, ძალა და თავარი რა არის. ესე იგი შეიძლება საერთოდ უკაცრავად თავარი რა არის, არ აქვს მნიშვნელობა შენ იოგის ვარჯიშებს აკეთებ, ქართულს ეკვავდი ლაობით, ბრეიკ დანს, ესე იგი ყველა ვარჯიშის დროს თავარი არის სუნთქვა? არა. განწყობა, ესე იგი შიგნიდან უნდა განეწყო სიყვარულზე, სიკეთეზე, სიმშვენეზე და საერთოდ შემქმნელზე უნდა იფიქრო აი სუნთქვის დროს, აი უზარმაზარ სამყაროზე, რომელიც პრინციპში ჩვენ პატელიպეტეთ უნდა სამყაროს ზემოთ არსებობს და რომელიც მართავს ჩვენთან პატარა დედამიწას, როგორც გინდათ ისე დაარქვი, ღმერთი დაარქვი, ბუნება დაარქვი, როგორც გაგე ეს აუცილებელია, იმიტომ რომ აქედან გამომდინარე შენ ერწყმები ამ სუნთქვის პროცესში აი ამ უდიდეს მშვენიერ ძალას. და ეს ძალა იწყებს მოქმედებას შენში და თან გეხმარება უკვე სწორი სუნთქვები, სწორი მოძრაობები და უკვე რაღაცა ჯანმრთელი ადამიანი ხდები რა მთელი დღის განმავლობაში. არაჩვეულებრივი არის მანტეკჩია, ეგეთი პიროვნება, რომელმაც დაწერა თავის წიგნები გამოუშვა, ახალი უამრავი თან ბროშურებიც აქვს, ვარჯიშების, სუნთქვების და საფუძველი არის დაო, ესე ქვია დაოინь. ეს არის ძველი древнекитайское учение, ძველი ჩინური სწავლება, ხო. და რამოდენიმე მიმართულება არის ძალიან საინტერესო, აქ არის დაოინь, ნეიდონშუ, ტუნა, ეს სხვადასხვა ვარჯიშებია და ერთ-ერთი არის აი უბრალოდ ეხა ეს ამანარშემი შავსხერი, მაგრამ აი ძალიან იული. შესუნთქვის დროს ოღონდ ეს უიცლება აი ამოსუნთქვის დროს, სუნთლიანად გეცრება და რა თქმა უნდა, რაში არის ყველაზე საინტერესო მომენტი ვარჯიშის? აი ჩვენ გვაქვს სპორტული ვარჯიშები, ხო? აი ეგეთი რაღაცის. ჩვეულებრივი. პრინციპში ძველი ჩინური ვარჯიშები ძალიან მარტივია. უბრალოდ ვარჯიშის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფიქრს. იმაზე რას აკეთებ და რატო აკეთებ. აქენა გამომდინარე ამ რაღაცა ელემენტარული ვარჯიში და სუნთქვით შენ შეგიძლია განკურნო შენ თავი ავანტყოფობისგან, ცუდი ხასიათისგან, დეპრესიისგან და საერთოდ მთელი მომღერლის სტრუქტურა, სიმღერის სხეული სუნთქვაზეა აწყობილი. არ არის აუცილებლად მომღერალი ესე დაჯდეს მაინც თუ არ უნდა ჩვეულებრივად და საერთოდ ჩვეულებრივად შეუძლია დაჯდეს და უბრალოდ გააკეთოს სუნთქვითი ვარჯიშები
რომელიც აუცილებელია ხმისთვის. თაც. დაგიბრუნდებით ძალიან მალე ეთერში და გავუკეთებს ნოცა მე მგონი მწვანე ჩაის, ხო? კი. გაგვასაჩენს. გრძელდება მაღუწარა და როგორც დაგპირდა ნოცა ჩაის გვიკეთებს ახლა. გავაკეთებ ამას გამოვიდათ მე თვითონ. იცი რა ჩაია. დაგისხავ. ეს მარტო მწვანე ჩაი და საუზმეს არ მივირთმევ დილაური. არა, მე რა თქმა უნდა მივირთმევ, კი. საერთოდ ძალიან სასარგებლოა. შეგიძლია მწვანე ჩაის გარეშე უბრალოდ მდუღარე, აი წყალი დილით უზმოზე დალიო და ძილის წინაც. ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. საუზმეში რა შედის დაუშვათ? ეს ხანდახან სვეცი რა არის, სხვადასხვა ძალიან საოცარი მეგონა ადრე რომ ხუმრობა იყო, იცი, რომ ვიძახდი რომ აი იოგას ვარჯიშობ და მე რა ხორცის ჭამე და ისის ჭამე და რაც გინდა. კი, ეგრეა, მაგრამ იცი რომ რაც უფრო დრო გადის, რაც უფრო აი სუნთქვებს ვარჯიშობ, რაღაც არ მესიამოვნებაა ეს ბევრი ხორცის ჭამა. ხორცის ჭამა. ხო, იმიტომ რომ ფიზიკურად ორგანიზმი აი არჟენია, ხო, არ გთხოვს, არ გჭირდება. უბრალოდ, მაგრამ მაინც ნუ ჩემი ქართული გენეტიკიდან გამომდინარე მიყვარს ხოლმე ისი გემრიელად. მაგალითად ხინკალი, ქაბაბი. გიჟდები. დილაობითაც გიჭამია. არა. ამას ახლა გადმოვასხავ და გაჩვენებთ როგორ ვაკეთებ. ეს ყოველდღე თუნდა მოადუღო. ახალი აი ნახე. სხვადასხვა ის ჩამოვიტანე სპეციალურად მოსკოვიდან სუნებს გაჩვენებ. ეს საერთოდ ის არის აი იაპონური ლიპა. ხო, ძალიან სამკურნალო, საერთოდ ყველაფერს კურნავს. ლიმნით, ხო? ხო, ლიმნით. ეს არის ნუ რაღაცა არაჩვეულებრივი სუნია, ნახე. ეს არის გრიოზ შეიხა. შეიხის სუნეთი. ეს არის მარწყვის. ეს მარწყვა. ხო, რომელი გაგიკეთოთ? აი ეს რითია? ეს არის აი შეიხის. შეიხის. ხო, კეთდება სხვათვის. ხო, ძალიან ცოტა, პრინციპში არ არის ბევრი ფოთლების ჩაყრა საჭირო, აი. სვა იმდენით საკმარისია პრინციპში, იმიტომ რომ ეს მერე და მერე იზრდება ეს ფოთლები, ხო, იხსნება. ამას ვასხავთ. ამდენს ვასხავ? კი. მთელი ორგანიზმი სხეულის, ესე იგი, ცუდი ნივთიერებები, ნუ ეს მე მგონი ცხელი წყალი არ იყო. ეს უნდა იყოს მდუღარე აუცილებლად. ტოქსიკური ნივთიერებები გას, ყველა აი ცუდი რაც არის ორგანიზმში, წმინდავს, აწყნარებს ნერვულ სისტემას, ხასიათს, სტიმულს გაძლევს და ნუ საერთოდ არაჩვეულებრივია. და მთელი დღის განმავლობაში სვავ. კი, თან ხტები, გასახტომად. კი, გასახტომად არის ძალიან კარგი ჩაი. ხო, ოღონდ შაქარი გინდა? იმიტომ რომ გემოს უკარგავს, ხო? შაქარი. იცი რა, საერთოდ შაქარი საერთოდ არ არის სასარგებლო, ძალიან ბევრი შაქრის მიღება, მაგრამ ნუ ეს მწვანე ჩაის მით უმეტეს, როდესაც აი ეს ნატურალური ჩაია. აი ხო ხედავ, ნელა უკვე იხსნება იქ წითელი ისინი. ახლა გაიზრდება ეს. კი, ესენი გაიზრდება და გახდება უკვე აი ესეთი, როგორიც ეს ძველი დარჩენილი ჩაი. ყველაზე კარგი იდეები საერთოდ ადამიანებს დილით მოსდით ხოლმე, შენც თუ ესე ხარ. აი იგივე ხატვას გულისხმობ. ხატვას რა მხრივ? აი დღის რომელ პერიოდში ხატავ ხოლმე უფრო დილით, შუა დღეს და საღამოს. მეგონია რომ ხა დილას მეტყობა, ამიტომ კი, იცი სხვათა შორის აი საათს უყურებ ხა და ალბათ ყველაზე უფრო მე რაც კი დამიხატია ისეთი რომ მომწონებია, ეს არის უფრო აი 11 საათის 11 საათის ზუსტად. არა, ნუ უბრალოდ აი საათს უყურებად ის კი, ხო ეგრე. და განსხვავდება ხო დღის სხვადასხვა მონაკვეთში რაღაც შექმნილი ამუშავებები. კი, იმიტომ რომ ხასიათია სხვადასხვა. აი ეს პრინციპში არის დახატული, ნუ აქ სამხატვრო აკადემიის სწავლის პერიოდში და ეს არის ნამდვილად დილის საათებში დახატული. ფრინველებიც ასოცირდება დილასთან. დილის საათებში. ესეც პრინციპში აი ეს ყველა რაც მაქვს ნამუშევარი, ესეც ჩემი პატარობის ბავშვობის ნამუშევარი, ესეც დილის ნამუშევარია. ეს უკვე ღამის ნამუშევარია. აი ეს აი ეგეთი კოლაჟებით არის გაკეთებული.
ნიუ-იორკში როცა ვხატა, ხო რა თქმა უნდა, ნუ დილის კი, იმიტომ რომ იქთან იცი როგორ ის არის, ავდივარ ხოლმე ზემოთ სახურავზე, იქიდან არის უზარმაზარი ესეთი არაჩვეულებრივი ხედი ოკეანეზე და ნუ იქ საღამოსაც ლამაზი, მაგრამ დილით აი რაღაცა ისეთია, ნუ მისტიკურად სხვა ჯანსაღი რაღაც ემოცია მოდის არაჩვეულებრივი. საერთოდ ხელოვანი ხალხი ბევრი უფრო ღამის არის. ღამის არის, კი. ყველათი. მე გამონაკლისი ვარ, მაგრამ იდეა დილით მოვა და ღამე ახორციელებ. ხო, არა, მე დღე მიყვარს ძალიან. მე მიყვარს აი მზერო ამოდის. დილა როცა ადრე დილა მიყვარს, დღე მიყვარს ძალიან. მზე სინათლე. ღამის. სხვა შორის ეგეც აი ჩინელები და იაპონელები ყოფენ. დღე არის კაცი და ღამე არის ქალი. თვარე არის ქალის ენერგია, ინ-იანი. ინი და იანი და მზე არის კაცის. ესე იგი ვიღაცას თუ პირიქით ფიქრობს ისე ხო, რასაც და არა, ვისაც ხო, ფიქრით კი, მაგრამ ეს საერთოდ ბუნებას ხო იყოფა ესე კაცზე და ქალზე, როგორც ჩვენი დედამიწას და საერთოდ ვინც შეატყობს, ვინც უფრო კარგად გრძნობს ღამე თავს, ესე იგი იმას ქალის ენერგია უფრო აკლია და უფრო ღამე ჭირდება მთვარის ენერგია და ღამე კარგად და ვისაც პირიქით დღე გრძნობს კარგად, ესე იგი უფრო კაცის ენერგია ჭირდება. ხო, კაცის ენერგია სჭირდება. რაც ეხება გარეთ-სეირნობას, დავუშვათ ბევრი დარბის გარეთ, შენ მარტო სულ თქვით და იოგის ვარჯიშები შემოიფარგლებ. სირბილი დავრობა, დავუშვათ. ფეხით სიარულზე აი გიჟდები, რომ არ მოგატყუოთ, ნამდვილად აი ძალიან მიყვარს. და იმ ქვეყნებში, სადაც ნუ ხანდახან ისეთი სიტუაცია ხომ, ნუ აი რომ არ გინდა ზედმეტად რომ ქუჩაში არო ან რაღაცა გასათვალები, ჯინსები და ფეხით მოვლა ქალაქების ძალიან მიყვარს დათვალიერება, სიარული და სხვათა შორის ძალიან სასარგებლოა გოლივუდში ძალიან ბევრი მსახიობი უბრალოდ დადის. კი, იმიტომ რომ ორგანიზმისთვის არის ნუ პირველი ვარჯიში. დაგიბრუნდებათ მაღვიძარა ძალიან მალე ეთერში და გავარკვევთ კიდევ რაღაცეებს მოწესე. გრძელდება მაღვიძარა და მაინტერესებს როცა და მაყურებელსაც რითი ხარ ამჟამად დაკავებული და დიდი ხანია ხო მგონი თბილისში ხარ უკვე ერთი კვირა. არა ნაკლები. ნაკლები. ნუ ორ რიცხვში ჩამოვედი. ორში და ნუ აქედან ბათუმში ვიყავი 5 რიცხვამდე. ამჟამად ნუ არაჩვეულებრივი ორი სპექტაკლის სცენარს ვადგენთ და ვარკვევთ როგორი პიესას უბრალოდ შემდგომ როგორ დაიდგმება ეს ნიკიტა ვისოცკის ცენტრში. სხვათა შორის იდეა არის შემოთავაზებული რაშიდ ვიბერგის მიერ, რომელმაც შემოთავაზა თავიდანვე ედით პიაფის თამაში. არის კიდევ ძალიან საინტერესო როლი ფილმში კარინე ფოლიანცი, ვინც ამაპოლაში გადამიღო მთავარ როლში, მასთანაც რაღაც ახალ ფილმზე მუშაობის და რა თქმა უნდა ახალი სიმღერები იწერება, კეთდება არანჟები. ძალიან მინდა რაც უფრო მალე ჩაიწერება, მით უფრო ჩემთვის ძალიან ბედნიერება იქნება, იმიტომ რომ არგო და ბასილაია ალექსანდრე ბასილაია არაჩვეულებრივი, ნუ დიდებული კომპოზიტორია, ნუ აი რომელმაც მომცა თავისი სიმღერა ახალი, ნუ ულამაზესი სიტყვები მე გავაკეთე მელოდიაზე და არის ნუ რაღაცა არაჩვეულებრივად ლამაზი მელოდია და ერთ სულ მაქვს როდის ჩავწერ ამ შვენიერ სიმღერას და სადაპირებ ჩაწერეს? ნუ ალბათ რუსეთში, მოსკოვში. არ ვიცი, შეიძლება ნიუ-იორკში, შეიძლება თბილისში. ვიტენები ენერგიით. თბილისი ჩემი ულამაზესი საქართველოს, იმიტომ სოფლოში სადაც არ უნდა ვიყო მღერი ჩემ საქართველოზე და რა ენაზეც არ უნდა უმღეროდე. ქვეტექსტი მაინც ყველაფერი საქართველოს ეხება და ამ უდიდეს სიყვარულს. და რა თქმა უნდა, ნუ ალბათ აი ეს 2-3 და კიდე ღმერთმა მაჩუქა ეს დასვენების დღეები და დაისვენე. დილა იწყება სახლში და გრძელდება სახლში. არა, რატო დავდივარ ვათვალიერებ. სულ ათვალიერებ. სულ ვათვალიერებ და არც ბეზდება ულამაზესი ქუჩები და შარდენის ეს პატარა რესტორნები და ისე მიხარია, ვინც კი თუ შეიძლება უკრაინიდან ახლობელი ჩამოვიდეს ეს დღეები. და წავიდეთ ისევ ქობულეთში, ბათუმში რამდენიმე დღით. არ ვიცი, ჯერ არა მაქვს ეგ მაისე დაწყობილი კონკრეტულად.
გრძელდება მაღვიძარა და დილის, ასე ვთქვათ, გასალამაზებელ საივალებებზე უნდა გითხო. ხმარობ თუ არა ნიღბებს, რომელიც გარშიც გარეთ არ გადიხარ საერთოდ და მატიაშს. აუცილებლად. ნიღბები არის, ნუ არა ყველაზე, საერთოდ ყველანაირი კრემებს და რაღაც წათუთხნას და იმას ჯობია ნატურალური ნიღბები. ისეთი ესე ჩინური მედიცინას მიმართა ამ შემთხვევაში თუ არა? ჩინური მედიცინა სხვადასხვა სწორად სუნთქვებით შეიძლება იმოქმედო სახის კანზე არა მარტო სუნთქვით შეიძლება აი ქართან ურთიერთობით იმოქმედო ქარმა რო გაგისტოროს ნავით. ნუ ეს ძალიან დიდი გრძელი ფილოსოფია, ძალიან დიდი დრო წაგვება ამის ახსნაზე და ეს უნდა თვითონ ადამიანმა ვისაც საინტერესო თვითონ მოძებნოს ეს სიგნები იკითხოს და მიხვდება რა შეა საქმე და რაც შეეხება ნიღბებს, ნუ მაგალითად კიტრს რო ვწვნი, ხო? აი ეს ქერქები რომელიც უნდა გადაყავო. სანამ გადაყრი, წავისა მარწყვი. ვჭამ და უცბად მოვკმინჩავ და მე მთელ მარწვის ძალიან სასარგებლოა მარწვის მასკა. კივი, კვერცხი, ზეთის, რამოდენიმე წვეთი და თაფლი ერთი კოვზი. მე არის ძალიან არაჩვეულებრივი, ნიღაბ ეს შავი პური, სმეტანა და არაჟანი და მაწონი. ჩირიდოიოცა. აი შავი, ოღონდ იცი რომელი პურია საჭირო? რჟნოი ხლებ. რუსეთში აღარ არის უკვე რჟნოი ხლებ, სად არ ვეძებ ხოლმე, ნუ არ ვიცი. რჟანოი ხო? და ერთი თვე კეთდება და ბოლო 10 დღე არის ლიმონი. ეს კეთდება მასკების. 10 დღე პურის მასკა. ეს პური იფხნება, როგორ აი ცი როგორ იჭრება, წყალში ჩაალბობ მთელი ღამით. მე ამოიღებ მეორე საღამოსკენ, ეს წყალი გრჩება. გაწურა და ესე იზილავ, ეს რამენად ესე აყენებ, რომ სახეზე იყოს. ეს ისთვის არის კარგი. ეს არაჩვეულებრივია სახისკანისთვის. და მე იბანს ამ სახეს აი წყლით ნაყენით რომელიც. მე ეს 10 დღე, მე 10 დღე სმეტანა, არაჟანი, მაწონი და ბოლოს 10 დღე ლიმონი. ყოველდღიურ მაგიაჟს უხმარ. თუ არა? კი ისეთი აი ოდნავ ტუში უბრალოდ ყოველდღიური და ალბათ ნუ კონტური. მიყვარს აი ესეთი მაკიაჟი, როდესაც გაქვს გაკეთებული, თან არ გაქვს. შეიძლება იყოს მოდაში აი ძალიან დახატული თვალები და აბსოლუტურად დაუხატავი სახე და ტუჩები. ამ პირიქით აბსოლუტურად ბლოკლი გლაზე, აბსოლუტურად не читаются ესეთი აი უფერო თვალები, დაუხატავი და ისე ხაზგასმით დახატული ტუჩები. ძალიან დიდი მადლობა. გაარკვია ქართველ მაყურებელს, როგორი დილა გაქვს, ის ხას ველოდით შენი ჩამასვლის დღეს და ბედნიერ დღეს გისურვებ. კარგად. ბედნიერად. პაკა. ხვალიდან აუცილებლად დავიწყებ იოგის სუნთქვებს, თქვენც გირჩევთ, მაღვიძარა გემშვიდობა და თვალისას შევხვდებით ერთმანეთს კიდევ ერთ ცნობილ ადამიანთან ერთად. კარგად.